ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავესაუბროთ ადამიანს, რომელიც ზურაბ ჟვანიას საერთოდ ბევრი მეგობარი ყავდა, მაგრამ არიან მათ შორის გამორჩეულები, ერთი მათგანი ნამდვილად არის ქალბატონი ლანა ღოღობერიძე, რომელსაც მადლობას უხდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. მივესალმები ქალბატონ ლანას, გარდა იმისა, რომ მას ძალიან საქმიანი, მათ შორის პოლიტიკური პარტნიორობა ჰქონდა ბატონ ზურაბ ჟვანიასთან, მისი პარლამენტის თავმჯდომარეობის, მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარეობის დროს ქალბატონი ლანა მის დიპლომატიურ თუ პოლიტიკურ კარიერაში ძალიან ახლოს არის დაკავშირებული ზურაბ ჟვანიას გზასთანაც და ხედვასთანაც. სანამ ჩვენ პოლიტიკურ კომპონენტზე ვისაუბრებთ, ქალბატონო ლანა, პირველ კითხვას ასეც დაგისვავდით უფრო მეტად, რომ თავად ზურას პიროვნულობაზე ფოკუსირდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ახლაც ბრწყინვალედ გამოიყურებით, მაინც ასაკობრივი განსხვავება ზურასთან მიმართებაშიც კი თქვენ შორის საგრძნობი იყო. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ალბათ ძალიან ბევრს აინტერესებს, რა იყო ის საერთო, რამაც ერთი შეხედვით ორი განსხვავებული თაობის ადამიანები ასე დაგაახლოვათ ერთმანეთთან. ეს მართლაც გასაოცარია, გიორგი. ზურა იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც მე მიბრუნდება ხმა. გამოვასწორებენ ახლავე ხარვის. რაღაც სხვა ხმები მესმის. აი უკვე გამოსწორებულია და შეგიძლიათ ისაუბროთ, დიახ. სულ სხვა ხმა მესმის ვიღაცის. ხო, ერთ სიტყვით ის მინდოდა მეთქვა, რომ აი აქ ამ ოთახში, აი აქ მოიყვანა პირველად ზურა კახაჩიტაიამ ჩვენთან. და მაშინ 26 წლის იყო, ოღონდ უკვე იყო ევროპული ოჯახის ისევ ხმა მესმის მწვანეების თანათავმჯდომარე. ესეთ საოცარი მოვლენა იყო ზურა, რომ 26 წლისა უკვე ევროპელი მწვანეების თანათავმჯდომარე იყო, მაგრამ ჩემთვის იყო უბრალოდ პატარა ბიჭი. წარმოიდგინეთ განსხვავება ასაკში 35 წელი და ისეთი მომხიბვლელი იყო თავისი პიროვნული თვისებებით. ლაღი, მხიარული, ადამიანისადმი ინტერესით სავსე. აი როგორ ელაპარაკებოდა ბავშვებს, ეს არ დამოვიწყდება არასოდეს, სულ პატარებს. საერთოდ რაღაც სხვა მოვლენა იყო, იცით, აი კულტურაზე დაფუძნებული, მე ასე ვიტყოდი. ნამდვილად უნიკალური მოვლენა, არა მარტო ქართულ პოლიტიკაში, სხვათა შორის, არა მარტო. და აი ეხლა ისეთი მოხდა, რომ ვიყავი სტრასბურგში, ვიყავი მონაწილე მსოფლიო ფორუმის, დემოკრატიისთვის ფორუმის. იქ გამოვდიოდი სიტყვით იმ დღეს, როდესაც ჩვენთვის უნდა მოეცათ სტატუსის რეკომენდაცია და რა თქმა უნდა, პირველი რა გავაკეთე, მივედი იმ ზურას სიტყვებთან, ასე ვთქვათ. ეს საოცარი რამ არის, იცით, რომ მისი სიტყვები ზურასი ამოტვიფრულია პირდაპირ ესე ქვაში, ევროპის ცენტრში, ევროპის შუაგულში. რაც იმას მოწმობს, რა მასშტაბის მოაზროვნა იყო ზურა. ასეთი რამ მართლა არც კი ვიცი, ვის რგები ასეთი პატივი, როგორც ზურას ედგა. და იქ რომ ვიდექი, ეს გულის ტკივილი არ არის, ბევრად მეტია. იცით, მე ზურას ვეუბნებოდი ხოლმე, რომ იცოდე, რომ ცოტა დრო დაგვრჩა საურთიერთოდ მეთქი და ვგულისხმობდი, რა თქმა უნდა, სრულიად საპირისპირო რაღაცას და აი უცებ მოხდა ეს. რა თქმა უნდა, ძალიან საწყენია, ზუსტად რთულია ჩვენთვის იმის წარმოდგენაც, რომ ის ახლა 60 წლის იქნებოდა, აი ამ ასაკში ზურაბ ჟვანიას წარმოდგენა შეიძლება ძალიან რთული იყოს. თქვენ რაც თქვით, მეტყველებს თავად ზურაბ ჟვანიას როგორც პოლიტიკური ლიდერის მასშტაბურობაზე, არა მარტო საქართველოს მასშტაბით, ამავე დროს მისი ალბათ ერთ-ერთი მთავარი დამსახურება ისიც იყო, რომ ხელი შეუწყო ძალიან აქტიურად ახალი პოლიტიკური კლასის ჩამოყალიბებას, საიდანაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა გამოვიდა, ხო? ესეც მისი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. თუმცა ამის პარალელურად ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, როდესაც აი დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში ასეთი სერიოზული დეფიციტი გვაქვს კლასის.
ასე ვთქვათ. აი რომ წარმოიდგინოთ ზურაბ ჟვანია დღეს რო ცოცხალი იყოს. აი როგორი იქნებოდა მისი პოზიცია, დამოკიდებულება. მე მხედველობაში არ მაქვს რაღაც შიდა პოლიტიკური კონფიგურაციის თვალსაზრისით სადიდგებოდა და ასე შემდეგ, ეს მე მგონი ყველასთვის ნათელია, მაგრამ როგორი იქნებოდა მისი როლი თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში? გიორგი, ძნელი სათქმელია, რა თქმა უნდა. მე ერთი რამე ვიცი, რომ ზურა იყო ვიზიონერი. აი არ მეტი მე არ მეგულება არავინ პოლიტიკაში, ვიზედაც ეს შემიძლია ვთქვა, ჩემი პირადი დამოკიდებულება ასეთია. რას ნიშნავს ეს, რომ მან ზუსტად იცოდა, იმას თქონდა ხედვა. ზუსტად იცოდა რა უნდა იყოს ქვეყნის მომავალი, როგორ კონტექსტში ხედავდა საქართველოს, არასოდეს არ დაუნახავს ის იზოლირებულად. ქვეტექსტებით ხედავდა ყველაფერს, აი ისტორიით და ქვეტექსტებით. მთელი ის, რაც მან დაწერა, აი რაც შემოგრჩა მისი ნაზრებიდან, აი იქიდან ჩანს, როგორ ხედავს ის აი იმ უმძიმეს გზას, რომელიც გაიარა კაცობრიობამ იმისათვის, რომ მიეღწია იმისთვის, რაც დღეს ასეთი მყიფეა, მაგრამ მაინც არსებობს ეს დემოკრატია. ანუ თანასწორუფლებიანობა, ანუ ფიქრი ადამიანის უფლებებზე, ადამიანის უფლებების დაცვა. აი ეს ყველაფერი ზურასთვის ისეთი ორგანული იყო, თითქოს ამით დაიბადა, იცით? და რაღაცა დღეს რომ ახლა ნუ რა პოზიციაზე იდგებოდა ზურა, ეს მართლა ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია და მისთვის ეს ევროპული არჩევანი და ეს სიტყვებიც დღეს უკვე ყბადაღებული, ასე ვთქვათ, მე ვარ ქართველი და მაშასადა მე ევროპელი, ეს უბრალოდ სიტყვები კი არ იყო, მან ეს იცოდა აი იმ თავითვე, აი არგონავტებიდან დაწყებული და ბიზანტიასთან ურთიერთობა და ყველაფერი, რაც საქართველოს გამოიერა, აი ის რენესანსული იდეები, რომლებიც ჩაისახა უკვე მე-12 საუკუნეში და ასე აშკარად იყო გამოხატული რუსთაველის მიერ, აი ეს ყველაფერი ერთად მოდიოდა მასში და აი მე ისიც კი მახსოვს რა განცდა იყო ჩადებული ზურასთვის აი იმ მომენტში, როდესაც ჩვენ მივიღეთ კანონი სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ. ესეც იყო მისთვის ისეთი ორგანული პარლამენტი, პარლამენტარიზმის იდეა. მე ესეთი გზა მქონდა, რომ საიდანღაც იმ წინა ცხოვრებიდან უკვე იცოდა რა არის პარლამენტარიზმი და მართლა დაამკვიდრა საქართველოში. აი თუ მაინც გვაქვს რაღაც კიდევ დემოკრატიის საწყისები, ეს იყო მაინც მართლა ზურას ხედვა, ზურას ვიზიონერობა, რომ მან იცოდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო. და დღეს უსათოდ ამ გზაზე იდგებოდა. აი ქალბატონ ვანა, შეიძლება ბრძანეთ და კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვათ. ბრძანეთ. არა, მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ იქნებ ზედაპირულია ეს აზრი, მაგრამ მაინც მგონია, რომ ზურას რომ ეცოცხლა და ყოფილიყო იმ პოზიციებზე, რომელზეც იყო, თუმცა მან ოპოზიციონერებად გაიარა და როგორი კარგი იყო, იცით, ოპოზიციონერი როცა იყო, როგორი მხიარული, როგორი ლაღი, შეიძლება ითქვას უდარდელიც კი ასეთი ჩამოვიდა სტრასბურგში. მე მაშინ ველოდებოდი, რომ ჩამოდის ზურა ოპოზიციაში გადასული და თან აი ესეთი გალანძღულიც კი შეიძლება ითქვას და მეშინოდა როგორი იქნება და სწორედ მაშინ იყო ისეთი აი სუნთლად განთავისუფლებული ყველაფრისგან. ხო და ის მინდოდა მეთქვა, რომ დღეს მე მგონია მაინც რომ სხვანაირი იქნებოდა ჩვენი დღევანდელობაც. მე წეჭვი არ მეპარება, ამაში მიუხედავად იმისა, ვის როგორი დამოკიდებულება იმ ძველ პოლიტიკურ კონფიგურაციაში შეიძლებოდა ქონოდა მის მიმართ, ეს მაინც სხვა პოლიტიკური კლასი იყო და ზოგადადაც შეგვიძლია თქვათ, რომ მისი ოპონენტებიც ამ შემთხვევაში დღევანდელ პოლიტიკურ კლასს ნამდვილად არ შეედრებოდნენ. ქალბატონ ლანა, ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, არ არის შემთხვევითი, რომ ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეს დაემთხვა საქართველოს პროევროპული მარში საქართველოს დედაქალაქში და უკვე მომავალ კვირას ველოდებით ევროპის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან
დაკავშირებით. თქვენ კი თქვით, რომ ზურაბ ჟვანიას ეს ცნობილი ფრაზა ყბადაღებულიო, ასე თქვით, მე ვარ ევროპელი, მაშ სადამე მე ვარ ქართველი, მაშ სადამე ვარ ევროპელი. აი ჩვენს წლების განმავლობაში თითქოს გვეგონა, რომ ეს ყბადაღებულობას ყოველთვის დადებითი კონოტაციით ვამბობდით, რომ ეს ისეთი სრული აბსოლუტური ჭეშმარიტება არის, რომ ამას არანაირი დამატებითი არგუმენტირება არ ჭირდება და საერთოდ განხილვის საგანი არ უნდა იყოს და რომ ამაზე საერთო ეროვნული ისტორიული თუ თანამედროვე კონსენსუსია. მაგრამ აღმოჩნდით საზოგადოებაში ქვეყანაში, სადაც თურმე შეიძლება სადავო გახდეს. სწორედ ამ პოზიციიდან, ამ მოცემულობიდან გამომდინარე, აი ბატონი ზურაბის ინტერვიუს უსმენდით ახლა, ძალიან ბევრი რამ გვენიშნა, ძალიან გავს მათ შორის დღევანდელ საქართველოსაც. ქართული საზოგადოებისთვის რა შეიძლება იყოს წარსულიდან ამ შემთხვევაში ზურაბ ჟვანიას და ყველა მისი თანამოაზრის გზავნილი თანამედროვე ქართული თაობებისთვის, აი ამ გადაწყვეტილებასთან და ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით. ნუ ერთადერთი რომ ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა, რომ მას ალტერნატივა მართლა არ აქვს. რომ ეს არ არის ისე უბრალოდ წარმოსროლილი სიტყვები, რომ ის გამაგრებულია მთელი ჩვენი ისტორიით. მე ვიტყოდი საერთოდ კაცობრიობის ისტორიით. კაცობრიობის ისტორიით თუ დავიჯერებთ, რომ მაინც აღმავალი გზით მიდის ზნეობა დაკავშირებული პოლიტიკასთან. მე მაგის მაინც მჯერა, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ ეხლაც კი ისეთი რაღაც საოცარი სიძნელეები უცებ ამოტივტივდა ამ პროგრესის გზაზე, თითქოს რაღაცა შეუქცევადი იყო ყველაფერი. ამიტომ დაბეჯითებით დღეს მართლა ვერაფერს ვერ იტყვი, ერთადერთი ვიცი, რომ აი ამ გზით უნდა ვიაროთ, რომ სხვა არ შეიძლება, არ არსებობს სხვა გზა. იმის გარდა, რომ სამართლიანობა დამკვიდრდეს, იმის გარდა, რომ ყოველ ადამიანს ჰქონდეს ფასი, რომ პიროვნება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ყველანაირი სისტემები, რომ სისტემა იმისთვის არსებობს, რომ პიროვნება მიգზავს კარგად თავისუფლად და ბედნიერათაც კი, რომ ბედნიერებისკენ სწრაფვა ბუნებრივი ადამიანისათვის. აი ეს ზურასთვისაც ასე იყო, ისეთი მიდრეკილი იყო ბედნიერებისაკენ, აი მართლა მიდრეკილი, ისე უნდოდა სიხარული, აი სიხარულში ცხოვრება უნდოდა. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო. ასე რომ ამას მივაღწიოთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონი ზურაბის გახსენებისთვისაც და იმ გზავნილებისთვის, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ კვლავ ასე საინტერესოდ მიიღო თქვენგან.